დილამშვიდობის ჩემო კარგებო. აღარ ვიცი რა პოზა ვიპოვო და სად დავჭდე და რომელ ოთახში რომ ცოტა უკეთესი შუქი იყოს. მოკლედ რა ვიცი, მე მგონი რაღაცა ცოტა ნორმალური რაკურსი ვნახე. დღეს თქვენთან ერთად მოვაწესრიგდები, თან მოგიყვებით თუ რით გამახარა ირაკლი მდილით. ანუ ისედაც ვიცოდი, მაგრამ დღეს კიდევ რაღაცეები დაამატა და მოდით ბარემ ყველაფერს ერთად მოგიყვებით და თან მოვაწესრიგდები. პირველ რიგში მინდა რომ აღვნიშნო, რომ რატომღაც ვთვლი, რომ არაუშავრა, მაგრამ იმედია უფრო მობილიზდებით. ამ 2 დღის განმავლობაში რაღაცა ვერ მიყურებთ ისე კარგად, როგორც მანამდე დავუშვათ 1 კვირის წინ. ამიტომ გვიყურეთ, გვპირდებით რომ ძალიან საინტერესო კონტენტი იქნება. ამიტომ მჯერა რომ შემოგვიერთდებით და კიდევ უფრო მეტი გამომწერები მეყოლება. მოკლედ, არა უშავს, ხასიათს არ გავიფუჭებთ, პირიქით, ყველას ვუსურვებ ძალიან ბედნიერ დღეს და ჩვენთან ერთად იყავით, რა თქმა უნდა. პირველ რიგში მინდა რომ გითხრათ, რომ სანამ მე აქ ვითომ ვისვენებ, ირაკლი იქ თან მუშაობს, თან ამ წინებზე შვებულებაში იყო და მოკლედ ბევრი რაღაცების კეთება მოასწრო სახში. გააკეთა პატარა რემონტი შემოსასვლელში, ანუ იყო რაღაცა გაბზარული ცოტა ზემოდან, ზუსტად რა ქვია არ ვიცი და შემოსასვლელში იყო რაღაცა პატარა ბზარები და ეგენი გაშპაკლა და თავიდან ჯერ მოაძრო ის ძველი შპაკლი და მე თავიდან გაშპაკლა და ეხლა უნდა შეღებოს. მოკლედ ბევრი რაღაცა გაუკეთებია, შპაკლი ყოფილა ძალიან რაღაცა მურტალი საქმე, ყველგან ცვიოდა, ყველგან მთელ ოთახში შევიდა მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ რომ არ შესულიყო ყველაფერზე, შიგნით კომპიუტერზეც იდო, მოკლედ და ეს ბინძური საქმე დაამთავრა და მოკლედ ძალიან კარგი, დარჩა ახლა უკვე შესაღები მხოლოდ. კიდევ რა გააკეთა? აბაზანაში იყო გამოსაცვლელი ცხელი წყლის მილი, მაგრამ არ გამოცვალა, რადგან რამდენიმე მეზობელი არ იყო თანახმა რომ გამოეცვალა, ზოგს ახალი რემონტი ჰქონდათ გაკეთებული, მაგრამ იდეაში გამოსაცვლელად საჭიროა რომ ყველა მეზობელს გამოეცვალა, ანუ ერთ მიყოლებაზე ვინ ცხოვრობს, ხო, იმათ ჩვენ მეორეზე ვარ და ანუ პირველსაც უნდა გამოეცვალა, პირველი თანახმა იყო და ზედები უკვე აღარ იყვნენ თანახმა, იმიტომ რომ მესამე, მეოთხეს თუ მესამეს ჰქონდა ახალი რემონტი გაკეთებული, რომელიღაცა ერთი საერთოდ საზღვარგარეთ ცხოვრობს და მაგასთან დაკავშირება ძალიან რთულია. მოკლედ და იმიტომ აღარ გამოუცვალეთ ის მილი შევღებეთ. ზუსტად არ ვიცი მასალას რა ქვია, ოღონდ ისეთი რომ კოროზია აღარ გაუჩნდეს და შეკიდული ჭერიც გამოცვალა აბაზანაში. დღეს კიდევ მომწერა და მითხრა რომ აბაზანისთვის დიდი ხანია გვინდოდა სარკე გვეყიდა, გამოგვეცვალა, მაგრამ რაღაცა ვერ ვაბავდით თავს და ვიყიდე და უნდა დავკიდო და ძალიან მიხარია. ხო და მერე გაჩვენებს სურათს მითხრა. ეგეც ძალიან გამიხარდა. და ალბათ იცით, მქონდა გადაღებული ვიდეო, რომ ტელევიზორის რომ შეაკეთა ზალაში. დიდი ტელევიზორი ჰქონდა და მოკლედ აქციით იყიდა 2 წლის წინ. მგონი მეგატექნიკაში? მგონი. ხო და რაღაცა no-name ტელევიზორი იყო, რაღაცა ჩინური ფირმის, დიდი დიაგონალის. 1 წელიც არ გავიდა, რაღაცა გადაიწვა, შიგნით დიოდები, ეგენი გამოცვალა თუ არა, თვითონ თავისით გამოცვალა და ისევ გადაიწვა
და ძალიან გაგვაწვალა, 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადაცვალა თვითონ ეს ყველაფერი. და იმდენად უკვე შეწუხდა ამ გაცვლა გამოცვლით და იმდენად აუცურდა გული უკვე ამ ტელევიზორზე, რომ იფიქრა რაღაცზე ვიწვალო, თუ გადაიწვება უკვლეო და მეუბნება, რომ იცი რა, ახალი ტელევიზორი ვიყიდეო. არა, კი მიხარია მართლა, მაგრამ რახან გააკეთე მეთქი ჯობდა ყოფილიყო თქო სანამ ისევ არ გაფუჭდებოდა თავიდან მეთქი და მერე უკვე თუ გაფუჭდებოდა მერე გამოგეცვალა მეთქი მანამდე უკვე ყოფილიყო რაც არის თქო და ნუ კაი იყიდა რა თქმა უნდა ძალიან მიხარია ცოტა სხვანაირი ეგეც მარტი და აი ეს ბოლოებში ჩარჩვა არა აქვს სულ ესე ეკრანიაო მთლიანათო ოდნავ დამგვალებული ბოლოებშიო ნახოთ აბა როგორ იქნება რა თქმა უნდა ყველაფერს გაჩვენებთ მერე რო ჩავალ ეგეც ძალიან გამიხარდა აი ესე მოკლედ სანამ მე აქ ვისვენებ ჩემი მეუღლე იქ შრომობს და ცდილობს ეს ყველაფერი დაამთავროს სანამ ჩავალთ სანამ ბავშვებს რო ეძახის ტერორისტები ჩამოვლენო ხო და სანამ ტერორისტები ჩამოვლენ ირაკლიმ ბევრი რაღაცა უკვე გააკეთა კიდევ მინდა ვიყიდო ვიჭაშკაო მოკლედ არ ვიცი ყიდის თუ არა მაგაზეც უკვე დიდი ხანია ვფიქრობთ რაღაცა პატარ-პატარა რაღაცები იყო შესაკეთებელი მანქანაზე ეგენიც მე მგონი გააკეთა და კიდევ ასეთი წებოვანი ქაღალდივით იყიდება სამზარეულოსთვის, რომელიც ზედაპირებზე იწებდება, რომ უფრო იოლი იყოს გაწმენდა. მაგიდის გადასაფარებელი რო არის, აი მაგ დაგვარი მასალით არის გაკეთებული. ხო და უნდა დააწებოს ზემოდან კარადებზე და კიდევ უთხარი მეთქი კარადის და ქურის შუა პატარა ნაწილი კარადის ზედაპირი რო არის მეთქი მაგაზე მიაწებ ესე ვერტიკალურად თქო რომ იქაც ცხიმი არ გროვდებოდეს თორემ მაგის გაწმენდა არის ძალიან საშინელება წმინდი არ წმინდი არაფერი არ შვილის მაგას მაინც ჩდება მეორე დღეს ეგრევე აი ეგრე ცოტა გამოვიხედე თვალებიდან მოდი დე მოდი კარგად დაატრიალე ვერაღებ მოიცა აბა რა გინდა მითხარი რა უნდა თამაში რო გავუარო თამაში თამაში თქვენ თვითონ ითამაშეთ აბა მე რო გავივლი მე აღარ იქნება საინტერესო თუმკასაც ვერ გამოსდის თქვენ თვითონ ეცადეთ და აბა სხვამ რო გაგიაროს მე აღარ არის საინტერესო ისეთი რაღაცა უნდა ითამაშოთ რაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ კარგი სადი აბა კიდე 1-2 სადი და გამოგივა უცილებლად მიდი მოდი აბა გამარჯობა უთხრათ ყველას მოდი და შემიძლია უკვე კამილა ჯერ გაწეწილი და შემიძლია თემ აბა გამარჯობა უთხარი ყველას გამარჯობა როგორ ხართ უთხარი როგორ ხართ გამიშენს გამარჯობა კამილა ჯერ გაწეწილი აი იარა უკვე უკეთესად აქვს გაწეწილი კამილა არა შეიძლება ცოტა პუდრა არა პუდრა შეიძლება პუდრა ჩემთვის არის ეხლა გთხოვ 2 წუთი დამტოვეთ თემუკა მიდი იქ დაჯექი და გაიარე კარგი ზალაში დაჯექი კრესლოზე მიდი ხო და ესეთი ამბები მოკლედ ესე მახარებს ჩემი მეუღლე ასე აი მე თმამაკ შესაღები უკვე ვიღებავთ მას ეხა ბოლოს შევიღებე პალეტით რა ეწერა შოკოლადნი კაშტანავი მე მგონი ეგრე ეწერა მწვანე პალეტი იყო შოკოლადნი კაშტანავი და ვარ კმაყოფილი ძალიან მომეწონა ეს ფერი არ ვიცი თავიდან რატო გადავწყვიტეთ მის შეღება ეს იყო სადღაც
სკოლის შემდგომი პერიოდი იქნებოდა ალბათ ვაიმე, ეხლა ვიგეტყვით. მე-11 კლასში, თუ მე-10 კლასში გავიკეთე ქიმიური ზავიფკა, რაც მინდოდა არ ვიცი. დღემდე ცუდად ვარ მაგას რომ ვიხსენებ. სულ დამიწვა თმები, იმის მერე აი ესე იძულებული ვარ რომ შევიღებო თმა. ეხლა დავიწნი რამენაირად ცოტას თმებს. მე თან ვიღებავდი, ზოგჯერ მელირება მქონდა გაკეთებული და ასე. იმის მერე ვიღებავ და ვიღებავ, მაგრამ არც ერთი თეთრი თმა არ მაქვს თავზე. აი რაც მინდოდა, ეხლა მანამდე რო არ მქონოდა შეღებილი. არც ეხლა არ შევიღებავდი თმას. ხო. ვაიმე, კიდე რა მომივიდა. მოკლედ. ამ წინებზე მოგეხსენებოდ და გავიკეთეთ შილაკი მე და ჩემმა და თელავში. და ისეთი უკმაყოფილოები ვართ. არა და თითქოს კარგი სალონი. ეხლა არ მინდა რეპუტაცია გავუფუჭო იმ გოგოებს თორე ვიტყოდი სალონის დასახელებასაც. შეიძლება და სხვა გოგოები კარგად აკეთებენ იმ სალონში, მაგრამ რატომღაც ჩვენ შეგვხვდა ასეთი ცუდი პროფესიონალი, არაპროფესიონალი. ჯერ ეგერთი რომ ყველა ფჩხილის ფორმა გაგვიფუჭეს, აი აქაც იქით არის წასული ფჩხილი, აი. ხო ხედავთ. მერე 1-2 ფჩხილი მაქვს უკვე გაფუჭებული, გასულია მხოლოდ 10 დღე ზუსტად. და აი აქ უკვე ამობურცულია იგვერდზე. კიდე სადღაც. მოკლედ რამდენიმე ფჩხილზე. და აი ამაზე ზემოდან ბზარია გასული უკვე. ეხლა კარგად არ ჩანს, მაგრამ გადავიხადეთ 30 ლარები და გაგვიფუჭდა ფჩხილი. აი სრულიად მეც და იმასაც. ჯერ ეგერთი ჩემთან ეგრევე არ მოეწონა, მე ეგეთ რაღაცებს ეგრევე ვერ ვხედავ, მაგრამ მე ეხლა და ეხლა გამიფუჭდა. ასე ძალიან უკმაყოფილო ვარ. და მოკლედ არსად აღარ გავაკეთებ მარტო იქ სადაც დავდიოდი აქამდე. ფერი კი კარგია, მაგრამ არ მომეწონა. ისევ გავიკეთებ, დავდივარ ტიფანიში, გლდანში და იქ გავიკეთებ ხოლმე მარტო. ეს არის სადაც იუსტიციის სახლია გლდანში, იმ შენობაში, გეცოდინებათ ალბათ. ხო და იქ არის პირველ სართულზე. კარგი გოგოები არიან ძალიან, ყველაზე კარგად აკეთებს პოლინა, მაგასთან დავდივარ სულ. კარგი გოგოა ძალიან. მოკლედ. უძევ რეკომენდაციას, თქვენც იქ გააკეთეთ თუ გსურთ და უეჭველი მოგეწონებათ გვპირდებით. ძალიან მაგარი გოგოა. ხო, წინასწარ ვეწერები ხოლმე, არიან ინსტაგრამზეც, ფეისბუქზეც და ძალიან მომწონს ეს გოგოები. მე მგონი კიდევ ერთი ლოკაცია აქვთ, თუ არ ვცდები, საბურთალოზე. მაგრამ მე უფრო გლდანი მაწყობს, რა თქმა უნდა, ფეხით დავდივარ, გავირბენ, გამოვირბენ და იქვე ვარ. აი ეს ეხლაც არ გავიკეთებდი ფჩხილებს, ოღონდ მეწოდებოდა, იმიტომ რომ მანამდეც რო გავიკეთე, მე აღარ ვაპირებდი კეთებას და ვიფიქრე მეთქი მოდი ერთი სახში მოვიძრობ და მოვიძრე და ისეთი საშინელება იყო, ნახევარი ფჩხილები მომძვრა. მე თვითონ ეს რა ვიცი ვიძრობდი და ბოლოებში ისე მოვიძრე, რომ უკვე ფჩხილებს ვეღარ ვგრძნობდი, მткиოდა 1-2 კვირა საშინლად ვერაფერს ვერ ვაკეთებდი ნორმალურად. თქვენ არ მოიძროთ არასოდეს სახში. აი, დამეზარა და მე ცუდი რაღაცა მოყვა. ცოტას კიდევ მოუწესრიგდები. ეს ბავშვები რაღაცა აწყვნენ, პიკნიკი გაგვიკეთეო. გავუკეთებ ეზოში. მინდა რომ
ცოტა გავახალისო. დინარეზე ჯერ ვერსად ვერ მიმყავს. და მე თუ გამომივიდა დინარეზეც თუ არა და აქ მაინც გავუკეთებ პატარა პიკნიკს ეზოში ვაშლის ქვეშ. აი ასე, ნეტავ როგორ გამოიყურება ეხლა. ახალი ტელევიზორის სახში მაინტერესებს და შემოსასვლელიც როგორ ფერში უნდა შეღებოს, ეგეც არ ვიცი ჯერ, ალბათ სავარაუდოდ იმ ფერში რაშიც იყო, მაგრამ მეუბნება ცოტა მუქი მინდაო, რომ ლაქები და რაღაცები არ დაეთყოსო ესე მალეო. აი ეგრე. ბავშვები ისევ რაღაცაზე ჩხუბობენ თუ რა, არ ვიცი, ხან ჩხუბობენ, ხან ერთობიან, რა ვიცი, როგორც ყველა ბავშვი ალბათ. წავალ ეხლა მივხედავ, ნახოთ თუ რა უნდათ და პიკნიკსაც მოუწყობ. თქვენ კი გვიყურეთ. ეს იყო ჩვენი პატარა დილის ვლოგი, თან მოგიყევით ყველაფერი, რაც კი ხდება კიდევ ახალი და შემოგიერთდებით აუცილებლად კიდევ საღამოსკენ და თუ ინტერნეტმა ხელი შემიწყო, რა თქმა უნდა, თუ არა და არ დავიკარგები, გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. მიყვარხართ.